და ჩემპიონატის დღევანდელი თამაშები იქნებიან მესამე სკოლის გუნდი ქალაქში ცნობილი როგორც გულხაზანზარი. იგივე ბატონი ირაკლი მიქაძის ექვსეული. მიეგებენ მომავალი პრეზიდენტი კესო კიკაბიძე. მომავალი ექიმი ანა ანთიძე. ხელოვანი მარია მიქაძე. მოქმედი და მომავალი ფეხბურთელი ალექსანდრე ბჟინავა. ხელოვნებად მცოდნე ეკატერინე ტერატურიანი და გუნდის კაპიტანი მომავალი მეტეოროლოგი ირაკლი მიქაძე. მოგესალმებით ალბატონებო და ბატონებო, კიდევ ერთხელ მივესალმებით დარბაზს, მაყურებლებს და მიგილოცავთ მომავალი თამაშის დაწყებას. ბატონო ირაკლი, როგორი სათამაშო განწყობა გაქვთ დღეს? საბრძოლო. ძალიან კარგი, იმედი მაქვს რომ თამაში გამოვა საინტერესო, ასევე ხანგრძლივი და უცებ არ გაიმარჯვებთ. მხოლოდ გარკვეული ბრძოლის შემდეგ მე ამ შემთხვევაში ვიქნები კმაყოფილი. თუ ყველანი მზად ხართ, შეგვიძლია დავიწყოთ თამაში. ხალბატონო ანა ანთიძე, ყოველ ნერვიულობთ? არა, ჯერ არ ნერვიულობ. თორე თამაში და არა გამარჯვება. ძალიან კარგი, სხვა პასუხს არ ვთხოვდი ინტელექტუალური კლუბის წევრისგან და ნახოთ რა ამოვიდა ჩვენი პირველი შეხვედრა. გონი იგივე პასუხს გაგვცემდა ნებისმიერი მოთამაშე ნერვიულობასთან დაკავშირებით დასმების მიღებას. ამასობაში კი ამოვიდა ბეთჰოვენი. ქალაქი ფოთი. ვიწყებ შეკითხვის დასმას, მოიძალეთ. ყურადღება შეკითხვა. იოჰან ვოლფგანგ გოეთესა და დათო ტურაშვილს თითქმის არაფერი აკავშირებს ერთმანეთთან. გარდა მათი ნაწარმოებების სათაურებისა. განსხვავება სათაურებს შორის მხოლოდ რიცხვია. გოეთეს ნაწარმოებში ერთს არსებითი სახელი მხოლობით, ხოლო ტურაშვილთან მრავლობით რიცხვშია ნახსენები. ალბათ, მრავლობითი რიცხვი გამოწვეულია დასავლეთ საქართველოს ბუნებრივი თავისებურებებით და ეპოქით, რომლის შესახებაც იგი დაიწერა. ყურადღება, კითხვა. დაასახელეთ ორივე ნაწარმოების სათაურში არსებული მეორე არსებითი სახელი, რომელიც ამ ორ ნაწარმოებს იდენტური აქვს. დრო. ფანამდელი პასუხი ბატონო წამყვანი. არაჩვეულებრივი დასაწყისია ბატონო ირაკლი. ნახოთ კიდევ უფრო არაჩვეულებრივი თუ იქნება. გისმენთ? ვინ უპასუხებს? ანა ანთიძე უპასუხებს შენი. ხალბატონო, ანა შემთხვევით არ გადმოსულვარ თქვენკენ თამაშის დაწყების თანავე. გისმენთ? შეგიძლიათ გაიბრწყინოთ? შეგიძლიათ? ჩვენი ვერსია არის, რომ დათო ტურაშვილის ნაწარმოები, რომელზეც კითხვაში არის საუბარი, გახლავთ ტყეების მეფე და შესაბამისად მეორე არსებითი სახელი, რომელიც გოეთესა და ტურაშვილის ნაწარმოებში ორივესგან მეორდება, არის მეფე. 1-0. არა, მე არ ვიტყვის მის სასარგებლოდ არის 1-0. რა თქმა უნდა, გუნდის სასარგებლოდ და კარგი კებით, რომ გადამდელი პასუხი გაიგეთ. დავაკრებოთ ზრიალა, ნახოთ რა ამბოვა
მანამდე კი ბატონო ირაკლი თქვენ და თუნდაც ნებისმიერ ჩვენს თანაგუნდელს ვაძლევთ რამოდენიმე წამს იმისთვის, რომ კაცრად გააკრიტიკოს პარკში არსებული ქვის კამები. ეს ჩვენი რუბრიკაა, ერთგვარი ყველა გუნდს ვავალებთ ამას. გისმენთ? არ გამომიყენები, არ მისარგებლია კამები. ეს უკვე საკმარისებელია. ეს უკვე საკმარისებელია. ბრავო. ძალიან კარგი. ამასობაში ნუ გამოვხდით ჩვენი მოგონებლის მოთმინებას და ნუ დავადგებთ თამაშის ტემპს. შემდეგი შეკითხვა არის მოცარტი. მოწება შეკითხვა. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ასეთ ჩვილებს არასრულფასოვნებად თვლიდნენ და უბრალოდ ელოდნენ, როდის გარდაიცვლებოდა იგი. მარტინ კოუნი ამას არაადამიანობად მიიჩნევდა და იმისათვის, რომ ასეთი ჩვილების სიცოცხლე გადაერჩინა, 1903 წელს ჩიკაგოს ბაზრობაზე მოაწყო გამოფენა. დამთვალიერებლებისთვის შესვლის საფასური 25 ცენტი იყო და იგი სრულად ხმარდებოდა პატარების სიცოცხლის შენარჩუნებას. ყურადღება, კითხვა. არ გეკითხებით, რა შეუცვალე სიტყვებით ასეთი ჩვილები. დაასახელეთ ის, რაშიც იყვნენ მოთავსებული ეს ჩვილები. დრო. ინკუბატორში. შვიდ რომელიც ადრე დაიბადა, ხო? ადრე დაიბადა. ინკუბატორი 1903 წელს იქნებოდა? იქნებოდა გასულ ინკუბატორს დიდი ტექნოლოგიები აქვს. უნდა დავასახელოთ, რაში იყვნენ მოთავსებული ინკუბატორში. შეიძლება იმ დროს ინკუბატორი არ ერქვა და რაღაც ინკუბატორის თველი რაღაც პროტოტიპი იყო რა, თბილი რაღაც. ხო, მაგრამ დღეს ცნობილია როგორც ინკუბატორი და სხვა და კაი. ეგ სახელი თუ ისი მაშინ ჩაბუხმადია. ადრე არც იყო არაფერი, იმიტომ რომ ელოდნენ უბრალოდ როდის გარდაიცვალა. როდის გადაიცვალა? ამიტომ ხო. ინკუბატორების ხო და გადაარჩინა ეს 25 ცენტი. $0.25 რატო იყო და ეს 1/4-ია $1 და შეიძლება 1/4, ანუ უნდა ხო. კარგი, ვსო. არ კიდე არ წამი. ციტამკენ. მე სხვა ვერსია რაც მაგ არჩიდება 24 ქრომოსომა ხო 25 ქრომოსომა. არა 23-ია. დრო ამოიწურა ბატონო ირაკლი ვინ უპასუხებს? კესო გიგაბიძე უპასუხებს შეკითხვას. ალბათო კესო გისმენთ. ჩვენი ვერსია არის რომ პასუხი არის ინკუბატორი. რატომ? იმიტომ რომ ბავშვები იბადებოდნენ შვიდთვიანები და ელოდებოდნენ მათ გარდაცვალებას და სანამ გარდაიცვალებოდნენ ინკუბატორში ათავსებენ როგორც ვიცით. ხო. ძალიან მინდა შეგეკამათოთ, თამაში დაუწაბო და ასე შემდეგ, მაგრამ უბრალოდ 2-0. არაჩვეულებრივი პარტია. მიოცავს ბატონო ირაკლი. არაჩვეულებრივი დასაწყისია, რომელსაც ევანელი თამაშის ორგანიზატორები ნამდვილად არ ელოდნენ. რა სიტყვით, ვისი დამსახურება ან ვისი დამსახურება შეიძლება იყოს ასეთი არაჩვეულებრივი სტარტი? ბატონო ირაკლი. მიგეკითხებით? დიახ, ვისი? მე მგონი ჩვენი კაპიტანი შოქშია არაჩვეულებრივი სტარტისგან. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის დამსახურება, ჩვენი საერთო საბრძოლო განწყობის. ძალიან კარგი, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს შედეგი საერთო განწყობის და მუშაობის შედეგია, რადგან გვესმის თქვენი მსჯელობები. ამასობაში ხოთ, დავატრიალოთ ზრიალა. ბატონო ალექსანდრე. შინაო. გაქვთ არა სერდი გადაღებული ხვიჩა პარასხელიასთან. დიახ, მაქვს. ძალიან კარგი იქნებოდა ამოგებოთ და გეჩვენებიათ ჩვენი მაყურებლისთვის. შემდეგი თამაშისთვის წამოიღო და ჩავდოთ ჩაო ყუთში და გამოვაცნობინოთ შემდეგ გუნდს. გოლი არ იქნება 2-0. ამასობაში ქალბატონ ანას მინდა ვკითხო, რომელი წერლის მელანით მომარაგებელი იქნებოდით? ალბათ აგათა კრისტის, ჩემს საყვარელი მწერალია. მაშინ შეკითხვა რატომ მოვიტოვოთ შემდეგი შუალედისთვის? ახლა კი ამოვიდა ვივალდი. მესამე შეკითხვა.
კითხვის ავტორი თავის ძმასთან ერთად მსჯელობდა არსებობს თუ არა შარვლის ტესტი. ანუ რაიმე უნივერსალური გამოცდა შარვლის მატერიის სიმტკიცის შესამოწმებლად. კითხვის ავტორმა კი ამ შეკითხვაზე მიუგო ეგეთი ტესტი რომ არსებობდეს, მას X-ის ტესტი ერქმეოდაო. დაასახელეთ, ვინ არის X-ი? დრო. შარლების ტესტი. არა, ვიღაც პერსონაჟია, რომელიც ყოველთვის რაღაც ჯინსებს იხევს, ან რაღაც ყოველთვის ვარდება. შარვალი ხო ზოგადად. აი გაიხსენეთ ამ პერსონაჟი და მატერიათან. ან ადამიანი ცნობილი. X-ი რაღაცა ვიღაცაო. X-ის ტესტი. რაღაცა შარვალთან დაკავშირებული. რა ხოცეთ ბიჭები რო არიან ამ სარგებლებში. ანუ მაგალითად ამ ტომ სოიერი ვინც ხარ. რაღაც ესეთი ხო, რაღაც ჰეკელბერი ფინი უფრო იმას ხო. მომწონს ეგ. ზოგადად შარვალი ხო. ვიღაც სულ ხედა შარვალ. ვიღაც სულ ხედა შარვალი. რაღაც გაიხსენეთ. ნაწარმოები რომ კაი, ნაწარმოები რაღაც მულტიკი მაინც გაიხსენეთ ბავშვობიდან ან ცნობილი ადამიანი უბრალოდ. ან ჯინსებთან რაღაც დაკავშირებული სახელები ლევის სტრაუს რა. ეგეც შეიძლება. ეგ ერთხელ ერთი ვარიანტი ეგ იყო. დრო მოიწურა ბატონო ირაკლი ვინ უპასუხებს? თავის თავზე ავიღებ რთული შეკითხვაზე პასუხის გაცემას. ძალიან კარგი, კაპიტნური გადაწყვეტილება გისმენთ. ჩვენი გუნდის საერთო ვერსიით სწორი პასუხი არის ჰეკელბერი ფინი. რატომ? იმიტომ რომ ნაწარმოების განმავლობაში მას აწვია დახრეული შარვლები. ძალიან საინტერესო ვერსია. ვერავინ შეგვედავება ალბათ ამაში, თუმცა მოისმინეთ სწორი ვერსია. ბატონო ირაკლი, ან გუნდში მოთამაშეების მიერ წევრს ვეკითხები, თუ გიყვართ საინტერესო და ამავდროულად სახალისო რეკლამების ყურება? ინდური თუ არის კი? ძალიან კარგი, თუმცა ამ შემთხვევაში ინდური არ არის, მაგრამ არ ჩამოუვარდება ინდურ, ასე ვთქვათ, იმ ცნობილ კადრებს. არსებობს ასეთი რეკლამა, სადაც გამოსცადეს სატვირთო ავტომობილების ავტოპილოტის სისტემა. ორი სატვირთო ავტომობილი ერთმანეთის პარალელურად მიდის გზაზე, ხოლო მათ შორის ჟან-კლოდ ვან დამი ეგრეთ წოდებულ შპაგატში მიყვება მას, ხოლო მისი შარვალი ამ ყველაფერს ესე გრად მდგომარეობაში ვერსია ყო, მაგრამ ვერსია მაინც. ძალიან საინტერესო მსჯელობა იყო სხვათა შორის ჰეკლბერი ფინიც ძალიან კარგი ვერსია იყო. რა სიტყვით ბატონო ირაკლი დღევანდელ შეკითხვებთან დაკავშირებით? საკმაოდ საინტერესო შეკითხვებია. ისწავლეთ თუ არა რაიმე დამატებები დღეს? ისწავლეთ. სპეციალურად ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მოტივიც ეგ არის და ეს პასუხი ძალიან გამიხარდა. ახლა კი ხალბატონო არა გავაგრძელოთ წერამდელი საუბარი, რატომ იქნებოდით მაინც აგატა კრისტის მიერვით მომარაგებელი? არის ალბათ იმიტომ რომ ბევრ რამეს გავიგებდი მისგან, წინასწარ გავიგებდი რაღაც გაუწერელებსაც წავიკითხავდი. ყველა წიგნი მის წაკითხული. რაც არ და შემდეგ დაასპოილერებდი თქმა უნდა მის ყველა გულშემატკივრებს. კარგი, სანამ შემდეგ მოთამაშე შევეკითხებით რას ფიქრობ ზოგადად სპოილერების შესახებ, თანამდე ნახოთ რა ამოვიდა. სუპერ. კაპიტანი, აირჩიეთ მოთამაშე. რომ ჩემ წინააღმდეგ ითამაშოს არაჩვეულებრივი სუპერბლიცი. სუპერბლიცზე დარჩება ანა ანთიძე. ბრავო! გუნდს გადაინაცვლოს კონგის. გუნდს გადაინაცვლოს კონგთან, წარმოსახვით კონგთან. ქალბატონო ანა. მე თქვენ გაჩვენებთ ფოტოს და ამ ფოტოს შესაბამის შეკითხვას დავსვამ და თქვენ უბრალოდ უნდა მიპასუხოთ ამ ფოტოდან გამომდინარე. ძალიან მარტივად არის ყველაფერი, 3 ასეთი ფოტო იქნება და წარმატებებს გისურვებთ. ხო,
30 წამის შემდეგ გითხარით, რა გადაიღო ამ ადამიანმა, რის გამოც ნამდვილად დაიმსახურა მცირე დასვენება 1932 წელს გადაღებულ ამ ფოტოზე. დრო. მოიწურა გისმენთ ქალბატონო ხომ არ გნებავთ სწორი ვერსია არ გაშენებულა ჩვენ დამატებითი წუთი წყობს დამატებითი წუთი გაქვთ შეგიძლიათ აიღოთ თუ მიბრძანებთ ჩავხსოვთ დამატებითი წუთს შემიძლია კითხვა გიმეოროთ შემიძლია უბრალოდ მოგისმენთ გისმენთ ამ ფოტოდან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ უკან ჩანს რაღაც მაღალი შენობები და მე ვფიქრობ რომ ეს ადამიანიც არის რაღაც შენობის სახურავზე არის მაღალ შენობებთან მახსენდება ნიუ-იორკის ქალაქი თუმცა ეს მაღალი შენობა რაღაცით წაგავდეს შეიძლება Big Ben-საც ლონდონში და ეს ნისლიც ლონდონშიც დამახასიათებელი შეიძლება იყოს. რა გადაიღო? რისთვისაც მან დაიმსახურა დასვენება? ნამდვილად რა გამოდიარა იქიდან რომ ფოტოზე ეს ადამიანი ისვენებს, თან ფოტოს ეწევა. თვლით რომ ის ადამიანი რეალურადაც ამ მომენტში ისვენებს, მაგრამ სანამ ამ დასვენებას გადაწყვეტა, მანამდე გადაიღო ძალიან ცნობილი ისტორიული ფოტო. ამიტომაც ჩვენ ვარაუდეთ, რომ მან ნამდვილად დაიმსახურა ეს შესვენება და თქვენ გამითხრათ, რომელი ფოტო გადაიღო ისტორიული, რის გამოც მართლაც დაიმსახურა დასვენება. კარგი, გონი ჯობია რომ თქვათ სწორი პასუხი, ხო? იმიტომ რომ არ გვაქვს ვერსია. ძალიან დასანანია, რადგან პირველი მსჯელობა რომ გავიგე, მაშინვე ვიფიქრე რომ თქვენ უბრალოდ ეს გამოიცანეთ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ნიუ-იორკში ცათამბჯენებზე რა უნდა გახსენებოდათ ისტორიულ ფოტოსთან დაკავშირებით. ეს არის მშენებლები ლანჩის დროს Empire State Building-ის სახურავზე. ძალიან დასანანია, თუმცა ძალიან საინტერესო მსჯელობა იყო. გუნდს ხო შემოვიდეს, დაიკავოს თავისი ადგილი და ვურჩევ რომ არ ჩათვალოს დიდ მარცხად და დაბრკოლებად სუპერბლიცი. სუპერბლიცის აღება ძალიან რთულია. და ახლა გამოვარჩევთ. ამდენი ეკატერინე ტერატურიას ხო და თავისი აზრით მითხრას ზოგადად სპოილერებთან დაკავშირებით. თუნდაც სერიოზულად, თუნდაც ხუმრობით. ეს ფოტოშოპის ჩვენი საუკუნის მართლა სერიოზული პრობლემა. რეალობაში. საინტერესოა რომ მე არ ვარ სპოილერების პირიქით. ფოტოშოპის მინდა გითხრათ, აი ადამიანი როგორც ბოლონაშოზე რომ წავედი, უკვე ვიცოდი რომ დეიდა მე ეკლებოდა. მაგრამ აი ძალიან მისიამოვნე. მეც მაიცის რამდენი ადამიანი დავასპოილერე უკვე. ძალიან ბოროტი ვარ, ეს სამყაროს ამბოა. ამასობაში კი ამოვიდა შოპენი. ნახოთ. რა თქვა მოვიზადა შოპენი, რომელიც ინავტურაში შოპენს არ მოუწევია. კარგი, მოისმინეთ შეკითხვა შოპენი. ერთხელ ვინმე ჟურნალისტმა ხუმრობით მათი ტრიო სამთავიან, მაგრამ კეთილ გველეშაპს შეადარა.
რაზეც ამ ტრიოს ერთ-ერთმა წევრმა იხუმრა. კიდევ კარგი, მე მაინც მაქვს სოლიდური კომპლექტაცია, ანუ სხეულის აგებულება. თორემ ჩვენს გველეშაპს სხვა ორი სტანი რომ გამოხოლოდა, ორ ნაბიჯს ვერ გადავდგამდითო. ყურადღება, კითხვა. დაასახელეთ ეს ტრიო დრო. ვიღაც ორი სუკანი. ის ხო არა, სამი მუშკეტერი ხო არა? არა. კარგი. ჟურნალისტმა შეადე. ისტორიული პირები არიან, ნამდვილები. მუსიკოსები ხო მე არა? ხალხო ის ერთი ორი არის. ხო არა. ფეხბურთად ის რაღაც ტრიო რო. ისე. კაი, ნინჯა. სამი ან სულ ერთმანეთთან ასოცირდებიან რა ეს სამი. და ერთი არის ძალიან ერთმა თქვა რომ მე მაინც მაქვს კიდე კაი სოლიდური ანუ შუაში ანუ ერთად რაღაცა ისეთში. ნახე ერთმანეთზე ჯიბრებიან ანუ ერთმანეთის არა. ისეთ რაღაცაში არიან, ისეთ სფეროში, სადაც ეს სოლიდური აღნაგობა ის სპორტთან იქნება ალბათ. ტრიო. რობერტო კარლოსი, რონალდინო და რონალდო. რონალდო იყო მარტო სუკანი, ისინი არ იყო სუკანი. რობერტო კარლოსი დაბალი იყო. ორი მსუკანი იყო თუ ერთი მსუკანი? ერთი. არა. ერთი მარტო ერთი. იყო შესანიშნავი. თუ არა მე მაქვს კარგი კომპლექტი. და იმ ორს არა. იმ ორს არა. რაღაცა. ის სტანი რო გამოყოლოდა გველეშაპს. მე სხვა დაბალი. არა, ერთმანეთი გუნდელები იმარიან. დრო მესი ამოიწურა ბატონო კაპიტანო. ნეიმარი სუარესი. დრო ამოიწურა ვინ უპასუხებს? შეკითხვას უპასუხებ თავად. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ დახმარებას. დარბაზის დახმარება. გამოვიყენებ. 2-2-ია, თუმცა ჩვენთან ფრეს შემთხვევაშიც ეს დასაშვებია. გამოვიყენებთ დარბაზის დახმარებას. ძალიან კარგი, მაშინ 1 წუთი დარბაზს. მე დრო ჩაიგდო. რუზველტი ჩერჩილი და სტალინი ხამარა, იმიტომ რომ ვიფიქრეთ ველეშაპთან მეც მაგრამ კარგი აღნაგობა რომელიც ჩერჩილის წინოჭრობს და მისტანი რო გამოყოლოდა შეიძლება ნაბიჯი არა გადადეს. სხვა ვარიანტი შეიძლება. რაღაც სტალინსაც ხო ქონდა. ეგ ჩემი აზრით არა, კიდე რამე ხო აქვს შენ თქონდა ვარიანტი ხო? ანუ ფერი ვარიანტიც მომწონს, ფერი ვარიანტი. ჩვენი რომელი? ბოლოს რო თქვით რომ ესაც ასახელებ, მაგრამ მე ეს მომეწონა უფრო, იმიტომ რომ რაღაცით სამთან კავშირშია. შეიძლება აი ხო ეს ბოროტი ეს გამოგვრჩა საერთოდ. არა, კეთილი ველეშაპი, ბოროტი არა. მეორე საფრთხეში ესენი აი ხო კეთილი ველეშაპი. მე ამიტომ ეს უფრო ჩდება ლოგიკურად. მაშინ ვუპასუხებთ შეკითხვას. 10 წამი დაგჭა, თუმცა მზად ხართ უპასუხოთ როგორც მზად ხარ. ძალიან კარგი. მაშინ გისმენთ. დარბაზის დახმარებით ვუპასუხებთ ვინსტონ ჩერჩილს, სტალინს და რუზველტს. და რა ლოგიკა განავითარეთ? თუ გნებავთ თვითონ პასუხის ვერსიის ავტორმა მითხრას რა ლოგიკა განავითარეთ. თუ გნებავთ კაპიტანი. ეს კეთილი ძალა რო იყო მეორე მსოფლიო ომში, ეს ხსნის ამ ფაქტს. გასაგებია. ასე რაღაც დონეზე ლოგიკა გასაგებია და მისაღებია, თუმცა ფიზიკურზე მახსენდება წუთის განმავლობაში გაჩნდა სადაც ჩერჩილი ზის და ის ორი დგას. რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მუსიკოსები. თუმეტეს, პირდაპირ მშვიდობით საუბარი იყო ტრიოზე. ესენი უნდა იყვნენ მუსიკოსები. თუ კი მუსიკოსები, მე მინიშნებას მოგცემთ მაინც, რომ ეს ტრიო მანდილი არ არის. მაგრამ ტრიო. ვინ შეიძლება იყოს ერთი ბეტონიანი და ორი წარმორჩილი. მაქვს ვერსია რომ ბენის კლასიკურ სკოლაზე საუბარი, ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი. რა თქმა უნდა, უფრო მიუახლოვდით სწორ პასუხს, მაგრამ სამწუხაროდ არც ეს არის სწორი პასუხი. კლასიკურ მუსიკაზეა საუბარი თუ თანაბარ კლასიკურ მუსიკაზეა საუბარი? საუბარია კლასიკურ მუსიკაზე და ამ ტრიოს ქვია სამი ტენორის ტრიო. გაგიგიათ ასე? ჩანო პავაროტი. ავაროტი უთხრა ზუსტად ეს ჟურნალისტს, რომ კიდევ კარგი მე მაინც გავყვათ ველეშაპი წარი, თორემ ორი სიტუაცია ამასობაში ანგარიში 3-2
ქალბატონ მარიასთან თქვენი აზრით რომელი ფერწერული ნამუშევარი ხართ? ჩემი აზრით ნების გამოსახულება. ანუ ნებისმიერი ფერწერული ნამუშევარი, სადაც ფიგურირებს ბუნება. ნატურმორტი თუ პეიზაჟი? პეიზაჟი. თუ მარინა? პეიზაჟი. მაინც პეიზაჟი. ძალიან კარგი. შემდეგი შეკითხვა არის შავი ხუთი სტუდიაში. მოისმინეთ შეკითხვა შავი ხუთი. იმის პირველი ნიმუში, რაც შავ ხუთში დევს, ითვლება, რომ დამზადებული იყო ხის ნაჭრისგან, რომელსაც დამატებული ჰქონდა თიხა, გახვეული იყო ნაჭერში და ამოვლებული ხის ფისში. ყურადღება, კითხვა. რა დევს შავ ხუთში? დრო. ხის ნაჭერი, თიხა, ნაჭერი ხის ფისში. გახვეული ნაჭერში. რას ბუნებასთან კავშირში ხის ფისი ერას აი ამ ყველაფრის დასაწებებად იქნება. ხო, ეხლა შევიდეთ თიხა, თიხა რა? და კილო. კილო არის ზევიდან ჩათვალე. გახვეული ნაჭერში ეს თიხა. ხო. ის მოეს კილობანი ხო არა? ჯერ არის ხის ნაჭერი, მე არის თიხაში, მე არის ნაჭერში და მე არის ხის ფისში. მე იცი ზღაპი. გამოსი ხო არა ამის? იცი. რაც ის ფაკელები რო. არა, ის ხო რაღაც ახალ წელს ხო რა კავშირში და ნაძვის ხის სათამაშო ხო არა მიქიები. და ნაძვის სათამაშო თიხა. პირველად ეგრე იყო. აი ხის, ანუ ეს ხის ფისი ხო იწვის კარგად. მგონი რა ფაკელზეა საუბარი. მეც ეგ მეგონა. მაგრამ თიხა რატო? ანუ ნახე ხის ნაჭერი ნაჭერი. არ დაიწვას. არა. და ხის ნაჭერი. ამაში ამაში რა დევს და ფანარი. ასანტი შეიძლება. აი რაღაცა. კი. და ახალი წელი. დრო ამოიწურა ბატონო კაპიტანო ვინ უპასუხებს? შეკითხვას უპასუხებს სანა ანტიძე. ხალბატონო არა, გებავთ გამიმეორო შეკითხვა. დიახ. იმის პირველი ნიმუში რაც დევს შავ ხუთში, ითვლება რომ დამზადებული იყო ხის ნაჭრისგან, რომელსაც დამატებული ჰქონდა თიხა, გახვეული იყო ნაჭერში და ამოვლებული ხის ფისში. რა იყო ეს? რა დევს შავ ხუთში? ბატონო კაპიტანო, თქვენ გადააბარეთ პასუხისმგებლობა ქალბატონ ანას, ამიტომ მოусმინოთ ქალბატონ ანას. კარგით, საწყის ვერსიას ვიტყვი მაინც, ჩემი აზრით, შეიძლება შეკითხვის ავტორმა გაითვალისწინა რა პერიოდში ვთამაშობთ ჩვენ თამაშს და ამიტომ მგონია რომ შავ ხუთში დევს ნაძვის ხის სათამაშო. ძალიან საინტერესოა და კარგად შენიშნეთ, თუმცა ამ შემთხვევაში მაინც ეს უბრალოდ დამთხვევაა და ეს ნაძვის ხის სათამაშო რა თქმა უნდა არ არის. ნუ სხვა შორის სწორი პასუხი არ გაჟღერებულა და მოისმენთ ახლა სწორი პასუხი. ეს რაც პირველად ასე დამზადდა იყო გავხსნათ შავი ხუთი და ვაჩვენოთ. ეს იყო საცობი, ბოთლის საცობი, რომლითაც პირველად ამოაოხრეს ბოთლი ალკოჰოლის სასმელი. ამ შორის ძალიან საინტერესო ეტაპები გაიარა ამ საცობმა, თავისი დამზადებას. და საცობი მე გთხოვთ რომ აჩუქოთ სამახსოვროდ ჩვენგან გუნდს, როგორც სიმბოლიკა, რომ ჩვენთან ითამაშეს და იმედია გაახსენებათ რომ მოგებულები წავიდნენ და იმედია გაიმარჯვებათ ეს. მოკლედ ეს არის მესამე სკოლის გუნდი, რომელიც სტუდენტურ ჩემპიონატზე წლების განმავლობაში იკავებს მოწინავე ადგილებს. მესამე, მეოთხე, მეხუთე ადგილზეა სისტემატიურად და უკვე ქალაქში იცნობენ ამ გუნდს ულღაზ ანზარის სახელით, როგორც ადრე აღნიშნეთ. ამასობაში კი ამოვიდა ბლიცი. ბლიცი ისევ ეხება ილუსტრაციებს
თხოვს გახსნათ პროექტორი და მოაჩინოთ გამოსახულება. ეს არის ქვეყნის ასე ვთქვათ რუკაზე, ხო, რა თქმა უნდა, იტალია, რუკაზე მისი გამოსახულება მიმსგავსებულია რაღაც ასოციაცია არის, რაღაც საგენებთან ან არსებებთან. და იქნება გამოსახული საგანი ან არსება. ქვეყანას ძალიან გამსგავსებს საგანს გამოვიტანთ და თქვენ ქვეყანა უნდა გამოვიტანთ. მივხვდით ხო? ჩვენ გამოვიტანთ საგანს, უნდა გამოვიტანოთ ქვეყანა. როგორც მაგალითად ეს არის, რა თქმა უნდა, იტალია. მზად ხართ? მზად ქვეყნის გამოსაცნობად? დრო. ეს რაღაც კუნძულიც აქვს. ყველა ქვეყანა არის ევროპის ქვეყანა, გაიგეთ? ყველა ევროპის ქვეყანა. არა ვიცი იმას გოცნა. გერმანიის არის, არა, რაღაც შეიძლება ის რაღაც სკანდინავიური ქვეყანა და ის პატარა რაღაცა ხო არა თვითონ ქვეყანა. არა, არა. არა მოდი. იმას და ის ფეხს არა ვიცი. ესპანეთი. დრო ამოიწურა. ბატონო კაპიტანო, ვინ უპასუხებს აირჩიეთ, მე გავუმემორებ. თავად უპასუხებ. თავად უპასუხებ. გამიმეორებ. ბატონო კაპიტანო, ეს არის ბლიცი, სადაც ევროპის სწორი ვერსია არ ყოფილა ამას თქვით. ესე იგი, სადაც ევროპის ქვეყნები რუკაზე გამოსახულებით ასოციაციით არიან მიმსგავსებული სხვა საგნებსა, არსებებს და ასე შემდეგ. ბატონო ირაკლი გისმენთ. ჩვენი გუნდის საერთო ვერსიით სურათზე გამოსახულია რუსეთი. ეს სწორი პასუხია. აი ის რაღაც ის არის ხო? კალინინგრადი. აი ეს არის კალინინგრადი და კალინინგრადი ხო მთელი ქვეყანა რა თქმა უნდა არის გამოსახულია რუსეთის ევროპული ნაწილი. აი ამან დაგვაგნია რუსეთის ევროპული ნაწილი. თანაც ჩვენ როდესაც ევროპულ ქვეყნებზეა საუბარი პირველ რიგში რუსეთი არ გახსენებოდა და ამანაც დაგვაგნია. კი ბატონო, კარგია რომ საბოლოოდ მაინც გამოიცანე. ახლა კი შემდეგი სურათი. ვადამდელ პასუხს იღებთ? ვადამდელ პასუხს ვიღებ. კი ბატონო. სურათზე გამოსახულია ფინეთი. ნახოთ. სწორი პასუხია. ой, ირაკლი მზად ხართ? მესამე შეკითხვასაც უპასუხოთ. აიღოთ ერთი ქულა, რომელიც გოლი დარბაზად ძალიან უნდა რომ ასე მოხდეს. მოემზადეთ. ეს კუნძულოვანი არა რაღაც საბერძნეთს გავს კუნძულოვანი სახელმწიფოა. იმაში ზღვისით დააკვირდი. თავზე არის ეს. ვამბობთ პასუხს. ისმენთ. არა, არ ვამბობთ. არა, დანია ხო არა. გამოიყენეთ წუთი მთლიან. დანია ხო არა. აი ეს იმას კი გავს დანიელ დანიას, მაგრამ ზევით უნდა იყოს კიდე კუნძული, კიდე ერთი კუნძული ზელანდია ქვია, სადაც თვითონ კოპენჰაგენი. იმას ხო არა. ხო, პატარა არის. ბუზი არა. არა. საბერძნეთი ხო არა, საბერძნეთი. თქვენ რას ამბობთ? თან ზღვასთან უნდა იყოს კავშირი, იმიტომ რომ იქ თევზია და ეს კაცი რას დანიასთან. თქვენ რას ამბობთ? თქვენ რას ამბობთ? დიდი ბრიტანეთი. არაფერს არ ამბობთ. შოტლანდია ხო არა? შოტლანდიას მარჯვნივ ორი კუნძული. დრო ამოიწურა ბატონო ირაკლი. მე ვხედავ რომ რაღაცა ენერგიები მოგემატათ და ძალიან მიხარია და აპლოდისმენტები გავამხნევოთ. აზარტმაც მოიმატა თამაში. სწორმა ვერსიამ გაიჟღერა. სწორმა ვერსიამ გაიჟღერა. დიახ. გისმენთ. ვინ უპასუხებს? თავად უპასუხებ შეკითხვას. გისმენთ. ჩემი აზრით სურათზე გამოსახულია შოტლანდია. არა, ძალიან შესვლახსო სურს. თუ კი ბატონი იოსი მოგცემ თავისუფლებას, ბატონი იოსი ყოველთვის იძლევა უფლებას, ამიტომაც
გისმენთ. აბა, ასახელეთ სწორი ვერსია. ჩემი აზრით ეს არის ეს მთლიანად გავს იუტლანდიის ნახევარკუნძულს, სადაც დანია მდებარეობს, თუმცა ვერ შევამჩნია კუნძული ზელანდია. ამიტომ შემეპარა ეჭვი, თუმცა მაინც დავტოვებ პასუხად დანიას. ნახოთ. იცის ვინმე? დარწმუნდა ვინმე რომ ნამდვილად დანიაა გამოსახული. აკალია კუნძული გრენლანდია. არ არის გამოსახული, თუმცა იქ არა, თვითონ ნახეთ, არ არის გამომოკლი იმ რაინს ზედანაწილი არ აქვს გამომოკლი. კი, თუმცა სავარაუდოდ მისი შემქმნელების ასე ვთქვათ, ერთგვარი ჩანაფიქრიც არის, რომ ასე ყოფილიყო ცოტა დამაბნეულად. მაგრამ თქვენ გაძლიეთ ეს ნეში და ანგარიში გახდა 4-3. არაჩვეულებრივი ანგარიშია. რამდენადაც გუმანი კარნახობს, შეკითხვებიც ისეთია დარჩენილი, რომ ვერავინ წინასწარ ვერაფერს იტყვის. ასე რომ დავატრიალოთ ბზრიალა. კარგით, ბატონო კაპიტანო, ჩვენ გვინდა ეს ხუმრობების კასკადი მინდა რომ დავაპაუზო და მინდა სერიოზულად ვთხოვოთ, მოუწოდოთ სხვა სკოლის ასე ვთქვათ, მოსწავლეებს, რასაძროდის გუნდებს, ან ჯერ გუნდები არ არიან უბრალოდ მოაზროვნე ბავშვებს, რომ ჩაერთონ მსგავს პროექტებში, აი მაგალითად თქვენს და არა მარტო თქვენს მაგალითზე. თქო რომ მოუწოდოთ მინდა ჩვენ ბავშვებს ვუთქვა რომ რასაძროდის თამაში არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გადაწყვეტილება შემცხოვრებაში. ჯერ ეს ერთი იმიტომ რომ ბევრი რაღაცა მასწავლა და გარდა ამისა ძალიან ბევრი მეგობარი გამიჩინა. და ვფიქრობ რომ ყველასთვის იქნება კარგი თუ ვითამაშებენ რასაძროდის. დიდი მადლობა, მართლაც ჩვენ მთლიანად ჯგუფი და კლუბი გიერთდებით. და მოუწოდებ სკოლის მოსწავლეებს ჩაერთონ მსგავს პროექტებში და ვინძლო ადრე თუ გვიან მოხდეს იმ რიცხვში სხვა ტურნირების 5-6-ში თუ 6-ში, რომლებსაც მერე მოვიწოდეთ ჩვენთან და სადაც ახლა ბატონი ირაკლი თავისუფლად ზის, შეიძლება იქ აღმოჩნდნენ ეს მოსწავლეები. ახლა კი ამოვიდა ყველასთვის საყვარელი გია ყანჩელი. რა თქმა უნდა, გია ყანჩელის ქვეშ იმალება ქართული თემატიკა. ყურადღებას მე ოდნავ გრძელი შეკითხვა და აიწერეთ გასაკუთრებით დეტალები, რომელსაც მიიჩნევებათ ჩათვლით. დავიწყოთ. მოისმინეთ ორი ტაიპი ვეფხის ტყაოსნიდან, როცა ავთანდილი თავის ანდერძში როსტევანს შერმადინის შესახებ ესაუბრება. ანუ ნაწყვეტი არის ავთანდილის ანდერძიდან და ამ ორ ტაიპში ავთანდილი როსტევანს შერმადინის შესახებ ეუბნება ამას. გვედრებ მეფეო შერმადინს, თუ ეს აუცილებლად ჩასაწერია, როგორც ვიხდით. გვედრებ მეფეო შერმადინს მონასა ჩემსა რჩეულსა, ჭარბად აქვს ჭირი სამისოდ, ამ წელიწადსა წლეულსა. იმედია მოასწარით ამ ციტატის ჩაწერა. სიტყვა, რომელიც მეორე ტაიპში ჩვენ შევცვალეთ სიტყვით ჭარბად, არის ამავე სიტყვის ძველქართული სინონიმი. ანუ ორიგინალში სიტყვა ჭარბად არ წერია, წერია მისი ძველქართული სინონიმი. ეს ძველქართული სიტყვა დღეს მხოლოდ ერთი ფორმით შემოგვჭა. გამოიყენება რა, მხოლოდ ერთ კონკრეტულ კონტექსტში. ის ძველქართული სიტყვა. მაგალითად, სიტყვა ჭირის ნაცვლად, ამ ტაიპში რომ ყოფილიყო სიტყვა დღე, თქვენთვის ბევრად უფრო მარტივი გამოსაცნობი იქნებოდა ეს ძველქართული სიტყვა, რომელიც ამ ტაიპის ორიგინალ ვერსიაში გვხვდება. იმედი მაქვს შეკითხვა გაიაზრეთ. ახლა კი ყურადღება თავარი კითხვა. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც ჩვენ შევცვალეთ სიტყვით ჭარბად დრო. როგორ? ანუ დღე. ანუ იცი როგორა? ჭარბად აქვს დღე სამისო. ნათლად.
ან ნახე დღე და ნათლად სინათლე. ხო, მაგრამ ნათლად არა, ნათლად არის ძალიან ბევრი კონტექსტი. კონტექსტია. კიდევ რა შეიძლება იყოს? აი საკმარისა და არა, დღესთან დაკავშირებული შეხვდა. დღე რო მაგას მიისკენ. დიდი მაგისკენ. ნათლი არა. ჭანადას მონასტერს არჩევს ხარბადების ჭირის სამსაგანზე. ამ შეიძლება დღესთან დაკავშირებული. ანუ საკმარისი დღეები აქვს რაღაცისთვის. აი მაგის გასმაბო. აი დღევანდელი მაშინ რა ფრაზეოლოგიზმი ხო არის? ფრაზეოლოგიზმი. უია, მომიღაც მრავალი. მრავლად გვაქვს დღე, საკმარისად მაქვს დღე. როგორ ვიტყოდ დავუშვათ რომ საკმარისად მაქვს დღე სამის. დრო მოიწურა. ხო, არა, დრო მოიწურა ბატონო ირაკლი. ერთ კონკრეტულ კონტექსტშია ეს. ბატონო ირაკლი. მრავალ შამი. ბატონო კაპიტანო. შეწყდა კამათი. შეწყდა მესმის მდგომარეობა, მაგარიშთან გაუმგენეთ აზარტიც ყველაფერი. თუმცა სამწუხაროდ დრო მოიწურა. თქვენ ვინაიდან დამაგრებით წუთი ხო, აქ სულს გამოვიდა. ხო, მოკლედ გამოვიდა. ცუცი და შეგიძლიათ გამოიყენოთ. შემიძლია კითხვა გაგიმეოროთ თუ გნებავთ. გნებავთ. ჩახლართული კითხვა იყო. ხო, შევეცდები მოდრაულ ჩარტებში გაგიმეოროთ იგივე შეკითხვა. მოისმინეთ ორი ტაიპი ვეფხისტყაოსნიდან, როცა ავთანდილი თავის ანდერძში როსტევან შერმადინის შესახებ ესაუბრება. გვედრებ მეფეო შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა. ჭარბად აქვს ჭირი სამისოდ, ამ წელიწადსა წლეულსა. სიტყვა, რომელიც მეორე ტაიპში ჩვენ შევცვალეთ სიტყვით ჭარბად, არის ამავე სიტყვის ძველქართული სინონიმი. ეს ძველქართული სიტყვა დღეს მხოლოდ ერთი ფორმით შემორჩა. გამოიყენება რა, მხოლოდ ერთ კონკრეტულ კონტექსტში. მაგალითად, სიტყვა ჭირის ნაცვლად რომ ამ ტაეპში ყოფილიყო სიტყვა დღე, თქვენთვის ბევრად უფრო მარტივი გამოსაცნობი იქნებოდა ეს ძველქართული სიტყვა, რომელიც ამ ტაეპის ორიგინალ ვერსიაში გვხვდება. შეკითხვა დაასახელეთ სიტყვა, რომელიც ჩვენ შევცვალეთ სიტყვით ჭარბად. დრო. მრავლად მომწონს. არა, ეგ დღე გრძელ ხო რა დღე აქვს ჭირის სამისოდ ამაც მოვხსნა რა. დღე გრძელ? ხო. დღე გრძელი. აი ეს დღე გრძელ მართლა ერთ კონტექსტშია, ხო? ერთ კონტექსტშია. შეგა ნახე, წაიგდე ხე როგორ ნახე? მონასა ჩემსა დღე აქვს ჭირის სამისო. დღე გრძელ აქვს ჭირის სამისო. მარცვლების პონჩი თვითდება. ხო ისე. ჭდება. დება, ხო და ეგ არის მაშინ. წაიკითხეთ მონასა ჩემს არჩეულსა დღე გრძელ აქვს ჭირი. ეგ არის. კიდევ რა? ანუ ეს მრავლად კიდევ ერთ ვერსია. კიდევ რა შეიძლება იყოს? აი მრავლად და ნაცვლად ძალიან შემორჩენილია. ხო და გამოიყენება ხშირად. ხო, რაღაც ხო. და ეს დღე გრძელ. ეს დღე კულა კი არ გქრეს. დღე რაღაც მამასთან ასჯდება. მაშინ მოპასუხებ, გავაცემ პასუხს. გისმენთ. ვინ უპასუხებს? ანა ანთიძე უპასუხებს. ხალბატონო ანა, როგორც შევამჩნიეთ, ესე იგი ყველაზე რთულ მომენტებში მათ შორის გიწევთ პასუხის გაცემა. ყველაზე რთულ მომენტებში ანა იცნობს როგორც წესი. ეს რა თქმა უნდა კომპლიმენტი იყო ჩემი მხრიდან, ნუ გუნდში ის მიჩნეულია როგორც ამ მომენტში საჭირო მოთამაშე. ხალბატონო ანა, გისმენთ. ჩვენ გამატებითი წუთიც გამოვიყენეთ და ვიმსჯელეთ და ვფიქრობ, ჩემი აზრით, რახან დღე ახსენეთ კითხვის დროს და ერთ კონტექსტში უნდა იყოს გამოყენებული, დღე გრძელ არის არის ძველი ქართული სიტყვა, რომელიც ჩანაცვლებული არის სიტყვით ჭარბად. გასაგებია. ძალიან საინტერესო ვერსია, სხვათა შორის, იმიტომ რომ შერმადის მართლაც დღე გრძელად აქვს ჭირი, რომელიც გამოწვეულია მისი ასე ვთქვათ პატრონის და აღმზრდელის შორეული მოგზაურობებით, თან ხიფათით სავსე. თუმცა დააკვირდით თუ არა იმ მინიშნებას, რომ ჭირის მაგივრად აქ იქნებოდა უფრო მისაღები, მაგალითად სიტყვა დღე და გამოვიდოდა რა? ჭარბად აქვს დღე ამ წელიწადს. ჭარბი დღე წელიწადში. იცავს თუ არა თქვენთან რაიმე ასოციაცია? ნაკიანი. რა თქმა უნდა, ეს არის ნაკიანი წელიწადი და ორიგინალ ვერსიაში ეს ტაიპი ჟღერს ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ჟღერს ასე
ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა. არაჩვეულებრივი ჯერობა იყო. მეგონა რომ მაინც ორ ვერსიამდე ძალიან ცოტა გაკვეთა მეგონა რომ თითქმის მიხვედი. შავს ყველაფერი რიქსი. ანგარიში არის 5-3, ძალიან ბეწის ხიზე გასის გუნდი. ჩვენი ლიგის მოთამაშეები ჩვენი არიან და დღესაც ჩვენ გონია რომ მიხილავ ამ თამაშის ამ არაჩვეულებრივ შემოტრიალებას ეგრეთ წოდებულ ამბექს ველოდებით მთელი კლუბი. ახლა კი ამოვიდა გერშვი. ძალიან საინტერესო კომპოზიტორი, თუმცა მასთან ამ შეკითხვას კავშირი არ აქვს, რომ არ დაგაბნიოთ. ვისმინეთ შემდეგი შეკითხვა. არავინ არის დაზვეული ავტოკატასტროფაში დაღუპვისგან. ეს არის ერთგვარი ლოზუნგი, რომელსაც მთელი მსოფლიო ყოველთვის იყენებდა. ამ ლოზუნგის გასაუცელებლად ისრაელში საგზაო პოლიცია 90-იანი წლების მეორე ნახევარში იყენებდა ერთი ადამიანის ფოტოსურათს. ყურადღება, კითხვა. დაასახელეთ ეს ადამიანი. დრო შუმახერი ხო არა? შუმახერი ხო არა? პრინცესა დიანა ხო არა? მართლა. კარგი ვერსია. კარგი 80 წლების შემდგომ. კიდევ ან კი სხვა რა? ისრაელი, მაინც ამაში ისრაელი რატო? ხო, აი რომელიღაც შუმახერს ელეონაროვში. იმათან ხო არა? შუმახერი გიგო. მე ხოდა მაშინა. შუმახერი მერე ფოტოსურათი ბიბლიური პერსონაჟის ვერ გქონდა. რატო რაღაც ხატი შეძლო. მაგალითად, რავი, ბიბლიაში ხო არ გახსენდებათ რამე ისე. ავტოკატასტროფაში მოხდებოდა თან ბიბლია. არავინ არ არის დაზვეული. ხო, ანუ არავინ არ არის დაზვეული წმინდანის სურათი. არა, მარიამას ხო. არა, არ ეგ სო. ანუ ეს დენახვას დაცვლად მინდა. ხო, ერთი ვარიანტი გვაქვს, კიდე სხვა ვარიანტი შეიძლება იყოს. ანუ ადამიანი ისრაელზე. ისრაელი ვინ იყო? ისრაელი ბოლელი, ანუ ის ბოლელი რა ხომ. არავინ არ არის თან. ანუ არავინ არ არის. ეს ძალიან აიქმნა მაშინ. ხოთან არავინ არ არის დასხული, ანუ თუ ეგე ხო. დაჟე პრინცესა არის ხო? ან ვიღაც წმინდანი ისიც დრო ამოიწურა ბატონო კაპიტანო ვინ უპასუხებს? მარია მიქაძე უპასუხებს შეკითხვას. ქალბატონი მარია მიქაძე ხელოვანი როგორც აღნიშნეთ დასაწყისში. ქალბატონო მარია გისმენთ. ჩვენი ვერსია პრინცესა დიანას სურათი. ანგარიში არის 5-3 ამ ეტაპისთვის და თუ ამ შეკითხვას არასდროს უპასუხებდით, მაშინ იქნებოდა 5-3 და ანგარიში დარბაზში ყველა წლებს ძალიან გაუხარდა ხოჩა მოთამაშეებს და კაპიტანს რა თქმა უნდა რომელმაც სწორი ვერსია არჩია. დავატრიალოთ ზრიალა. ბატონო კაპიტანი, ნერვიულობთ თუ არა? არ ნერვიულობ. ძალიან კარგია, სპატაშორი არ გეთხოვათ. არც გეთხოვათ, რომ ნერვიულობთ. რაც მართლა ძალიან კარგია. იმედია, კიდევ ექნება შესაძლებლობა ამ შეკითხვის შემდეგ, რომ რაიმე 1-2 უბრობა დავაშერო, ამ შეკითხვით გადმოვიდეთ თქვენთან. ხო, მანამდე კი კითხავთ ასეთ რამეს. თქვენი აზრით, აი სკოლის მოსწავლეების აზრით, ну, თქვენის თანასკოლის მოსწავლეების და არა უბრალოდ სკოლის მოსწავლეების აზრით, რა არის საკმარისი თანხა მიახლოებით იმისთვის, რომელიც შეიძლება გადაიხადოს ქალაქმა ნაძვის ხისთვის. გააჩნია რა ნაძვის ხეს დადგა. და მიახლოებითი თანხა, რომელიც ნებისმიერი ნაძვის ხისთვის შეიძლება საკმარისი იყოს და იმაზე მეტი არ შეიძლებოდეს. 100,000 ლარი საკმარისი. 100,000 ლარი, ბრავო! ეს ამასობაში კი გუნდს უწოდებ სრული მობილიზებისკენ და საომარი განწყობილობისკენ, რომელიც ისედაც არაკლია ჩემო ნამდვილად. ახლა კი მოვისმინეთ შეკითხვა შოსტაკოვიჩი. სხვათა შორის
ხელოვანზე და ხელოვნებად მცოდნეზე განსაკუთრებულ იმედს ვამყარებთ კლუბი ამ შეკითხვასთან დაკავშირებით. მოისმინეთ ასეთი ძალიან საინტერესო შეკითხვა. ამ ეფექტის სახელწოდება უკავშირდება მეფე არტურის ლეგენდას. მეფე არტურს ჰყავდა ნახევარ-და, რომელიც ჯადოქარი იყო და გარეგნობის შეცვლაც შეეძლო. შეეძლო ასევე სხვადასხვა რამ, მაგალითად მიწას აცდენოდა რამდენიმე მეტრით თუნდაც და ასე შემდეგ. ბევრი რამ, რაც ჯადოქრებს ზოგადად შეუძლია. ის ცნობილი იყო როგორც მორგანა ლე ფეი. ან მორგანე უბრალოდ, ან მორგანა, ან მორგაინე და ასე შემდეგ. ნუ ფულზე დასაგებია. ეს მოვლენა, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, სინამდვილეში ოპტიკური ილუზიაა და გამოწვეულია მზის სხივთა ტრაექტორიის გადახრილობით. თუმცა ადრე ვინც მას ცხელ დღეს ზღვაზე შეესწრებოდა, ფიქრობდა, რომ ჯადოქრობას შეესწრო. ყურადღება, კითხვა. მითხარით ორი სიტყვით, ან უბრალოდ აღმიწერეთ, რა მოვლენაზეა საუბარი, დრო. მზის დარტყმა ხო არა? გუგლით რო იმას სვის თავზე ხანდახან ჩანს რომ გემი არა ზღვაში, არამედ თითქოს სვის დონეს მაღლა ჩანს გემი. თან მიწას აცდენოდა ხო? სხივები გარდაიტეხება რაღაცნაირად. ოკეი, კაი, კიდევ რა შეიძლება? არ ვიცით რა ქვია. არა, მითხარით ორი სიტყვი, ხან ამიწერეთ. ან ახსენით. კიდევ რა შეიძლება იყოს? მე ენა ლიტავში კარაველი ხო? ფინავი გემი. ფინავი ხომალდი ხო? გემი ხო. ან ლიტვაში გალანტის რა. ქართულად. მე ჰოლანდია. ჰოლანდია. ფინავი გემი და აფცე. ანუ არა, შეგვიძლია აღწეროთ აზრობრივიც ჩაიქო. კიდე რა შეიძლება იყოს? კიდე ანუ შეიძლება ზღვასთან დაკავშირებით მარტო ეს გახსენებთ. ეს ხო რა შეიძლება იყოს? ზღვასთან ზიანი მიწას აცდენს გარეგნობის. ვითხრეს რამდენჯერმე მორგანი ხო, ეს მორგანის ეფექტი შეიძლება იმას მორგანის ეფექტი. რამ კანონი ხო არ არის ფიზიკაში, იმიტომ რომ მე მახსენდება რაღაცა თანაშრომი. დრო ამოიწურა ბატონო კაპიტანო, გისმენთ. შეკითხვას უპასუხებს ეკატერინა ტერატურიანი. ხალბატონო ეკატერინე, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს რა ვერსიას გააშკერეთ. ჩვენი ვერსია არის რომ ამ მეფე არტურს და მის დას უკავშირებენ მოვლენას, რომელიც ზუსტად არ ვიცით რა ქვია მას, მაგრამ აგიღწერთ სვის მზიან ამინდში, ძალიან ცხელ ამინდში, ხანდახან ჩანს რომ გემის გამოსახულება ჩანს ზღვის დონეზე უფრო მაღლა. და ადრე ადამიანები ამას მოუყურებდნენ, ამას ეგონათ რომ გემი მიფრინავდა და ეს იყო მფრინავი გემი. ან მაგალითად მფრინავი ჰოლანდიელი ვიცით ისტორიიდან, ან ასეთი მითოლოგია. ფილმების საფაროთ, ა? ხო. ყველაზე უფრო ალბათ. ეგ არის ერთ-ერთი მაგალითი ამ მოვლენის შედეგად შექმნილი ლეგენდის. ხო. გასაგებია. ნუ როგორც გავიგე, თქვენი ვერსია ასეთია. აღწერთ მოვლენას, როდესაც სხვას გახედავდა გემი ან ზოგჯერ მთა, თუ მეორე რამეზე მთა არსებობს და შემდეგ გეჩვენება ჰაერში აწეული. სინამდვილეში კი ეს უბრალოდ ოპტიკური ილუზია. ეს ორი სიტყვა, რომელიც თქვენ უნდა დაგესახელებინათ, არის ფატა მორგანა, რაც ითარგმნება როგორც ანარეკლი საიქიოდან. და ასე ეძახდნენ ძველი რომაელები მოვლენას, როდესაც გეჩვენება რომ რაღაც ზღვაზე არის ჰაერში აწეული. ეს უბრალოდ ოპტიკური ილუზია. ბრავო. საყვარლის უცნობა ახდა 6-5 დავთავრდება დღევანდელი თამაში, ანუ მაქსიმალურად გაიწელა და მაქსიმალურად აზარტული თამაში გამოგვივიდა. მადლობა გუნდს ამისთვის და ბრავო. ხოლო ის აზარტი და მსჯელობა, რომელიც გვაჩვენეს, ცალკე უდიდესი სიამოვნებაა. კაპიტანმა ბევრი რამ დაარეკლამა უკვე სპარაშორი. ბევრი სასარგებლო და ახლა გუნდის სხვა წევრს თხოვეთ. მაგალითად, მოქმედ და მომავალ ფეხბურთელს, რომელმაც უკვე ძალიან ბევრი საინტერესო ვერსია გააჟღერა. ბატონო ალექსანდრე
შეგიძლიათ დაარეკლამოთ ჩვენი პროექტი. აი ასეთი პროექტია. ნაძალადები რეკლამა. ალბათ პირველი ხდება და ჩვენ სივრცესაც დაიფხრობს იმედია. სხვათა შორის ნაზადები არაა. პროექტის მერე ვაპირებდი მეგობრებისთვის მომეყოლა და ძალიან მისი ამონი ამ პროექტი ძალიან მომეწონა, ძალიან გასართობი და თავარია შემეცნებითი არის და მოვიწოდებ სხვა არასადროის გუნდებს და თუ ჯერ გუნდი არ ყავთ იმ ადამიანებსაც შექმნა გუნდი და მოვიდნენ აქ. ძალიან დიდი მადლობა. არასპაჭილებისკენ მოგიწოდათ, ბატონ ალექსანდრე და მე რაღაც დავაბატო გარდა იმისა, რომ დაუჯეროთ უნდა მას აუცილებლად. ხოლო ჩვენი ბოლო შეკითხვა ეს არის შტრაუსი. ყურადღება კითხვა. ერევანში 1891 წელს ერევნის მაცხოვრებლების მიერ შეგროვებული სიმბოლური თანხით თბილისში ნაყიდი და შემდგომ აქედან გაგზავნილი იქნა დიდი საათი, რომელიც ქალაქის ცენტრში დაახლოებით 3-4 სართულის სიმაღლეზე დაიკიდა. საათის საზეიმოდ გახსნის და ამოქმედების შემდეგ ერევნის პოლიცია იძულებული გახდა სპეციალური ჯგუფი გამოეყო, რომლებიც საათის ქვეშ იმორიგებებდნენ. მსგავსი ჯგუფი მრავალი წელია მოქმედებს მაგალითად ვატიკანში. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ვატიკანში ახალი პაპის არჩევის მომენტში, როდესაც თქვენ მთელი კონცენტრაციით უყურებთ, როდის გამოვა ან რას ამბობს და როგორ იქცევა ახალი პაპი. ყურადღება, კითხვა. რატომ მოუხდა ერევნის პოლიცია სპეციალური ჯგუფის შექმნა? დრო. მისმინეთ. ესე იგი, ეს არის საათი, ხო, როდის გამოვა ახალი პაპიო, ხო? გამოდის გუგული და იმ გუგულს იპარავს ხალხი და მაგიტომ გამოყვეს პოლიცია, რომ აღარ მოიპარო მე გუგული. და ზუსტად იმ დროზე ხო? და ვატიკანთან რა არის? ანუ ვატიკანთან საათიდან გამოდის პაპი გუგლის მაგრამ. ვატიკანში გამოყვეს ჯგუფი, რომელიც ელოდება, ანუ ჯგუფი გამოყვეს, რომ იგივე მიახლოებით სიტუაცია არის, როდესაც ამდენი ხალხი დგას და ელოდება, როდის გამოვა პაპი, სპეციალურად გითხრეს მას. კაი, კიდევ რა, ის არის მეორე ნაწილი არის. ეს ვატიკანი არ მოდის. 3-4 სართულის სიმაღლეზე რატო არ გამოსტებული? ხო, როგორ მოიპარავენ თუ 3-4 სართულის სიმაღლეზე? საათი რა ქვია, რო რეკავს შინით ხო საათი რაღაც მექანიზმი ხო. შისტირონკი ხო? ანუ მე შისტირონკი არა რაღაც იმას არის ხო რეკავს. კი. არა, 3-4 სართულის სიმაღლეზე რო ვერ მოიპარავეს, სხვა ვერსია რა შეგვეძლოს. სარსი პარავდნენ. ან მაგლა რაც არის რა შეიძლება ვატიკანში ზუსტად ესე პაპის არჩევის დროს პოლიცია მობილიზებულია და კონცენტრაციის მომენტია, როცა ხალხი ელოდება რომ პაპი. შეკითხვა რა იყო საერთოდ? არა, ნუ რატომ მოუწიეთ პოლიციას? რატომ მოუწიეთ? ხო და ან შეიძლება მე შენი ვერსია. მე ვატიკანს დრო გამოიწურა ბატონო ირაკლი. ვინაიდან ფრეზეს გვაქვს ამის უფლება, მე გეტყვით რომ სწორი ვერსია არ გაშერებულა და დამატებითი წუთიც არ გვაქვს. დამატებითი წუთიც სამწუხაროდ არ გაქვს. მე გაგიმეორებ შეკითხვას. თქვენ მანამდე არჩიეთ მოთამაშე, ამ ვიცი თან მოთამაშე მიფიქროს რა შეიძლება იყოს სწორი პასუხი, მე გავიმეორებ შეკითხვას. ერევანში 1891 წელს ერევნის მაცხოვრებლების მიერ შეგროვებული სიმბოლური თანხით თბილისში ნაყიდი და შემდგომ აქედან გაგზავნილი იქნა დიდი საათი, რომელიც ქალაქის ცენტრში დაახლოებით 3-4 სართულის სიმაღლეზე დაიკიდა. საათის საზეიმოდ გახსნის და ამოქმედების შემდეგ ერევნის პოლიცია იძულებული გახდა სპეციალური ჯგუფი გამოეყო, რომელიც საათის ქვეშ იმორიგებებდნენ. მსგავსი ჯგუფი მრავალი წელია მოქმედებს მაგალითად ვატიკანში, განსაკუთრებით ახალი პაპის არჩევის მომენტში. შეკითხვა კი ასეთია, რატომ მოუხდა ერევნის პოლიციას
სპეციალური ჯგუფის შექმნა. რამ განაპირობა ეს? ვინ მიპასუხებს? ჩვენი გუნდის ვერსიით მიზეზი რის გამოც პოლიციელებით განან ამ ხალხთან უნდა ყოფილიყო ის, რომ როდესაც ხალხი ზევით იყურება, ისინი არ ამჩნევენ რა ხდება მათ ირგვლივ. მათ შორის მათ უკანაც ახლოსაც და ეს შესაძლებლობას აძლევს ჯიბის ქურდებს მოპარონ რაღაცა ნივთი, რომელიც ამ ხალხს აქვს. გასაგები. რაც არ უნდა მოხდეს მე. მოკლედ ჯიბის შეგაცვლებინე. ხო, ჯიბის ქურდობისგან თავის ასარგებლად, აი ესე დავთვალოთ. თუმცა ვატიკანში ძალიან ცნობილი ამბავია, როდესაც პაპი, ისევ როგორც ამ შემთხვევაში ხდებოდა, როდესაც პაპი, ახალი პაპი გამოდის ხალხთან, ასე ვთქვათ, შორი დისტანციით შესახვედრად, მთელი ყურადღება ხალხის ამიპყრობილია მაღლა რომის პაპისკენ და ვერ ხედავენ რა ხდება მათ ქვევით, გვერდით და ასე შემდეგ. შესაბამისად ჯიბის ქურდები მშვენივრად მუშაობენ და სამუდამოდ რეგულარული პოლიცია მუშაობს ვატიკანში. გაიმარჯვეს, მოიგეს, მაინც მიუხედავად დიდი წრეხისა და ძალიან დიდი ბრძოლისა, რაც ანგარიშზეც აისახა 6-5 მოაზროვნეების სასარგებლოდ. ეს მოაზროვნეები არიან კესო კიკაბიძე, ანა ანჯიძე, ყველაზე კულ მომენტში მოქმედი მოთამაშე, კაპიტანთან ერთად რა თქმა უნდა, ხელოვანი და პასუხის მომპოვებელი სწორი ვერსიების გამსხერებელი მარია მიკაძე, ალექსანდრე ბჟინავა, გუნდის მატორი, ერთგვარი ვერსიების გენერატორი, ეკატერინე ტერატურიანი, ასევე არაერთი ფულის მომტანი, ისევე როგორც პირველ ჯერზე გამოცხადებული კესო კიკაბიძე და რა თქმა უნდა კაპიტანი ირაკლი მიკაძე, რომელმაც არაჩვეულებრივი თამაში გვაჩვენა. მადლობა მეგობრებო, ჩვენი შემდეგი თამაში იქნება 1 კვირის შემდეგ და დაველოდოთ გუნდ უქიმერიოს, რომელიც მთელი შემართებით ემზადება შემდეგ თამაში მოსასვლელად. მანამდე კი აი წინა თამაშებთან შედარებით უფრო რთული და საინტერესო იქნება ეს პროცესი. მე ახლა ვთხოვ დამსვე საზოგადოებას გამოვაბრინოთ საუკეთესო შეკითხვა და საუკეთესო მოთამაშე დღევანდელ თამაშში. დავიწყოთ ალბათონი კესოსგან ისევ. მე ყველაზე საუკეთესო მოთამაშეს გავავალი ან თიძეს და კესოს. კესოს ალბათ თითოეულაც კესოა დამსახელებელი. დიდი მადლობა ქალბატონ კესოს, ბატონო კახი, გისმენთ, ჩვენი ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელმაც არ იცოდა პასუხი იმ შეკითხვაზე, ალბათ ჯერაც უკვე, რომელსაც პასუხი გასცა, გისმენთ ბატონო კახი. დიახ, სპეციალურად, ასე ვთქვათ, მოკლედ, მომეწონა პირველ რიგში თამაში ავაფასებს, თუ ბატონი წამყვანი, ასე ვთქვათ, ათანხმდება. ძალიან კარგი თამაში იყო, რა თქმა უნდა, აზარტული თამაში, რაც მნიშვნელოვანია ამოცემულ დროს. მოთამაშეზე მე თავში გავიქ, იმიტომ რომ ყველა 6-ვე გუნდის წევრი საკმაოდ კარგად თამაშობდა. დაგაძალებთ ბატონო კახი. ნუ ამ შემთხვევაში კარგი რადგან ამ შემთხვევაში კაპიტანმა შეძლო და მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩემი აზრით ასე რომ არ მოხდარიყო, გუნდისათვის შეიძლება ცუდად დამთავრებულიყო, შესაბამისად დავასახელებდი კაპიტანს. დიდი მადლობა, ბრავო. ბატონო ირაკლი, გისმენთ? მოგეხსენებათ, მე ლიცევის კაცი ვარ და საუკეთესო კითხვად ჩემთვის ლიცი იყო და რა თქმა უნდა მოიგოვეთ ჩვენივრად ეს სკოლა და რაც შეეხება გუნდს უდიდესი არ შეიძლება და ვფიქრობ სკოლის გუნდისთვის შესანიშნავი შედეგია ამ სხვა გუნდებთან შედარებით რომელიც წინა თამაშებში იყვნენ საკმაოდ კარგად იასპარეზეს და საუკეთესო მოთამაშედ დავასახელებდი მეც კაპიტანს, რადგან ფული გადაწყვეტილების მიღება მოუწია და ნუ სუპერ ბლიცზეც იმედი მქონდა რომ ბატონი კაპიტანი დარჩებოდა რატომღაც ასე ვეროდი.
მოსახელები ხელოვნებად უცოდნეს იმ კითხვის გამო, ფატა მორგანაზე გამოსწორებული კითხვის გამო. ასევე არ შემიძლია აღვნიშნო ანა არქიძე, რომელიც თუ დროს იდეალურად არქივებდა ასევე აკითხებულ ვალდებულებას უნდა რეალური გუნდურობა ჩვენს და დირექტორ მოცავდა წარმატებით. დიდი მადლობა. მოკლედ თუ კი შევაჯამებთ ხმათა უმრავლესობას. საუკეთესო შეკითხვა ეს იყო მიუხედავად სხვა ვერსიებისა, ბოლო შეკითხვა ჯიბის გუნდებზე. ბრავო ალექსანდრე დინარაძეს, რომელიც ამ შეკითხვის ავტორია და გამოგიძინა. კილერიონის კაპიტანის პატაშორის, ხოლო ძალიან კარგია რომ სხვა ადამიანები დასახელდნენ საუკეთესო მოთამაშეებად. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ გუნდი არაჩვეულებრივია და ყველა მოთამაშე ძლიერია. თუმცა მაინც გამოიყო კაპიტანი და ვფიქრობ სრულიად სამართლიანად, რადგან ძალიან რთულია იყო კაპიტანი, მით უმეტეს თამაში, რომელიც 6-5 მთავრდება და გუნდი მაინც იგებს არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებების მიღების გამო. თუმცა სხვა მოთამაშეებთან ერთად არ შემიძლია არ აღვნიშნო ანა ანთიძე, რომელიც სხვა შორის არაფერია ლალი ანთიძის, რომელიც აშკარად გუნდის იმედია და რთულ მომენტებში თავის თავზე იღებს წნეხს. თქვენ კი დიდი მადლობა ბატონებო, დღევანდელი თამაში დასრულდა და მომავალ მოხდა.